მოგესალმებით ნაზის საძველაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუდიაში მობრძანდნენ ჩემი უძვირფასესი მეგობრები, ძალიან საჩინო ქალბატონები, ლეილა არჩემაშვილი და ქალბატონი ქეთევან ბეღანაშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ვაჟა-ფშაველას შვილებზე, ქალბატონ თამარზე და მარიამის ცხოვრების შესახებ გვექნება საუბარი და ამ შესანიშნავ ინფორმაციას ქალბატონი და ქეთევან ბეღანაშვილი გიამბობთ თუ როგორ მოიძია მან წლების განმავლობაში ქალბატონი თამარისა და მარიამის საფლავი სოფელ მაგრანეთში. თქვენი სახელით ჩემს ძვირფას სტუმრებს მივესალმებით დიდი პატივისცემით და მოგრძალებით. დიდი სიყვარულით მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან და ჩემო ძვირფასო ლეილა და დავიწყოთ საუბარი თქვენთან პირველი შეკითხვით. უნდა გვიამბოთ როგორი ინფორმაცია შემოვიდა თქვენთან პირველად და დაინტერესდით ამ ორი ძვირფასი ქალბატონების სად განისვენებდნენ ისინი და გვიამბეთ როგორ აღმოაჩინეთ, როგორი მთელი რუდუნებით ძალიან დიდი შორიგზა გაიარეთ, რომ როგორმე მოგეციათ ამ ორი დიდებული ქალბატონების საფლავები. გვიამბეთ ქალბატონო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნაზი მოწვევისათვის და ჩვენი საქმიანობის გაშუქებისთვის. სიკეთე გქონდეთ და ესეთი ენერგია რომ მრავალი ადამიანი წარმოაჩინოთ თავისი შრომით და თავისი მოღვაწეობით. უღრმესი მადლობა. მადლობთ. მართლა ძალიან დიდი გზა გავიარეთ. ეს 2020 წლიდან 19 წლიდან წამოვიდა ეს აზრი და აი ამ აზრის დაბადებას გაგაცნობთ როგორ მოხდა. მე მყავდა თანამშრომელი ქართულის პედაგოგი მერცია ციკლაური, რომელიც რამოდენიმე წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში და მას ყავდა იქ მეგობრები. დღესაც იქ არიან ქალბატონი მარიამ ნათელაური და ქალბატონი ნუნუ, რომელიც წუხდა რომ გაეგო რომ სადღაც ერწოში ამ თიანეთის ერთ ადგილს ერწოს ეძახიან, დასაფლავებული იყო თამარი და მარიამს მერე მივაგენით კიდევ. დასაფლავებული იყო თამარი და არ იყო საფლავი ცნობილი. ეს საუბარი მოხდა ტელეფონით. ტელეფონით ოღონდ იქ რომ გაზეთი გამოდის საბერძნეთში, ქართველებისთვის გაზეთი ჰელადოს, იქ წაუკითხავს ერთ-ერთს. მერე ეთყობა ერთმანეთში ისაუბრეს და იქიდან საუბარს მოყვა და აქ უკვე ჩემ პედაგოგს ახლა უკვე აღარ მუშაობს ჩვენთან, საპენსიო ჯილდოთი გავიდა და სახლში ბრძანდება ქალბატონი მერი. იმასთან ესაუბრა, რომ ესეთი მდგომარეობაა და ძალიან გულმატკენები ვართ, რომ ცნობადი არ არის. მე ქალბატონ მერის ეთქვა ნუნუ ბერძენიშვილისთვის, რომ მე მყავსო დირექტორიო, რომელსაც ძალიან უყვარს ესეთი საქმეებიო და აბა მაინც შევეკითხები და ვნახოთო. ნამდვილად მიყვარს ესეთი საქმეები, არიც რა მე ქალბატონმა მერიმ და როდესაც მობძანდა და გამაცნო ეს ამბავი, რა თქმა უნდა ძალიან დავინტერესდი და ეს მოძიების პროცესი იყო ძალიან რთული. სად არ ვეძებეთ, მოკლედ ერწოს ტერიტორიაზე ხან ღულელების სასაფლაო მიგვანიშნეს, ხან ხევსოფლის სასაფლაო და მე მყავს ერთ-ერთი მეგობარი ხევსურ სოფლის საჯარო სკოლაში ქალბატონი შორე ნაბადაგაძე, რომელმაც მითხრა, რომ ქეთინო მასწავლებელო, მეო საზოგადოებრივი ტრანსპორტითო სოფელში ვიმგზავრეო და იქო ერთი ასაკოვანი კაცი იყო, ლევანი ვარო, მეო ვაჟაში თამოვავალიო, ეხლა უკვე ის ძალიან მოხუცებულია, ავადობდა და ეხლა როგორ არის ნამდვილად არ ვიცი. ის ამბობდაო, რომ მეო ვაჟაში თამოვავალი ვარო და მაგრანეთს ახსენებდაო, მაგრანეთს.
უეცო და ბეწუკლებს ამბობდაო და მე უცბად ესეთი აზრი წამომივიდა რომ ჩემი მოსწავლე იყო ბეწუკელი ივანე და ვიფიქრე რომ დავრეკავ მეთქი ივანესთან და შევეკითხები ამბავს და გადავრეკე ივანესთან ის უკვე დაოჯახებულია თბილისში ცხოვრობს და მითხრა რომ ქეთინო მასწავლებელო კიო დედა და მამა რო დაქორწინდნენო ქალბატონი თამარიო კიდე ცოცხალი იყოვო და ჩემ პაპა ბებოთ ფეხთით არის დაკრძალულიო და აი იმ დიდი რამოდენიმე ხნიანი ალბათ წელიწად ნახევარი მართლა ვეძებეთ და ამითი მივაკვლიეთ მე ამ სოციალური ქსელით შთამომავალი მინდია მიგვანიშნა ივანე ბეწუკელმა და სოციალური ქსელით მოუძებნეთ მინდია გოდერძიშვილი ვაჟას შთამომავალი გორში ცხოვრობს და დავრეკეთ, რა თქმა უნდა ძალიან გაუკვირდა, ძალიან გაუხარდა, დიდი სტიმული მოგცა, როდესაც მივედით სასაფლაოზე, სასაფლაოს სურათი გადაუღეთ, რომ რამე ცდომილებაში არ მოხვდეთ, ვიფიქრეთ და გადავგზავნეთ მინდიასთან და შევეკითხეთ, რომ მინდია ნამდვილად ეს არის ეს სასაფლაო. იყო საცოდავად მიტოვებული, იასამნები იყო შიგამოსული, მოხალხებული, აი მართლა საცოდავად იყო და ნამდვილად მინდიამ გადმოგვიგზავნა სურათი რომ ეს სასაფლაო იყო, რა თქმა უნდა ძალიან გაიხარა და იმ დღიდან დავიწყეთ შრომა საქმიანობა. დიდი შრომა საქმიანობა ჩავდეთ იქ და მოვიყვანეთ დღემდე დიდი შრომის ფასად. უზომოდ მიხარია, შედეგი ძალიან ლამაზი და ძალიან კარგია. დღემდე ვპატრონობთ, წელიწადში ორჯერ გავდივართ ჩვენი პროექტის გახსნის დღეს 23 ოქტომბერს და თუ კი ან შაბათი კვირა ან ცუდი ამინდი დაემხვა ისეთი რომ არ გაისვლება და ვერ ვისიამოვნებთ აუცილებლად ოქტომბერში გავდივართ ხოლმე, მაგრამ ვცდილობთ რომ 23-ში გავიდეთ და თამარობას გავდივართ ხოლმე მაისის 14-ში და იმ დღესაც საუბრობდი საწყალი მარიამიც ხომ ვიპოვეთ და ნუ მარიამ მე გავიგეთ რომ მარიამიც დასთან ყოფილა და იქ გარდაცვლილა ურემს მიუჭყლეტია ორსული და მარიამსო თამარი პატრონობდაო როდესაც გარდაიცვალაო და ისე იყო საფლავი გაკეთებული რომ ერთ საფლავში ხელი არ დაგვიკარებია როგორც იყო საფლავი ისე გავაკეთეთ ისე დავტოვეთ როგორც თავდაპირველი სახე ქონდა მხოლოდ და მხოლოდ მოვაცალეთ ზედმეტი მცენარეები იასამნები იყო შიგამოსული და მატყევებული იყო და დღემდე ხსოვნის დღეზე თუ კი ჩამოგზანდება ხოლმე ივანე ბეწუკელი ეს ბიჭი ვიც მაპოვნინა ის მაგათი ეს ბეწუკლების საფლავები ერთმანეთს მიყოლებული და ისინი ბეწუკლები ერთად გავაგებინოთ მაყურებელს დიახ სანთელს უნთებენ და უნთებს დარეჯანი მოგზანდება ხოლმე ივანეს დედა და ის უნთებს ხოლმე სანთაც იმიტომ როცა გავდივართ იქ სანთელია ხოლმე ნანთები და უგზნობთ რომ იყო ვიღაცა დანარჩენად არავინ ქალბატონო რა ვიცი ჩვენ პატრონობთ გავდივართ და ეს იმიტომ კი არა რომ რაღაცით თავი წარმოვიჩინოთ არა უბრალოდ ეს ჩვენ სულშია ჩვენ გულშია და გვსიამოვნებს რატომღაც ეს ბეწუკელი გვარი მინდა რომ ვახსნოთ ქალბატონი თამარი ბეწუკლების რძალი ყოფილა შალვა ბეწუკლის მეუღლე ყოფილა და რაღაცა ისე მე ვფიქრე რომ გადაასახლეს მეთქი, მაგრამ რაღაცა იქ როგორც მინდია მოყვა თქვენთან გადაცემაშიც მახსოვს რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გმირი საფრთხელო დალია პოლიციელებთან და იმის მერე შეეკითხეს რომ ჩვენ დავლიერთო სადღეგრძელო, მაგრამ ჩვენ ისეთი სადღეგრძელო თქვიო, რომელიც ჩვენ არ გვითქვამსო და სწორედ მან ბრძანა რომ გაუმარჯოსო კაკუცა ჩვენ მეორე დღეს აღარ არსებობდა ადგილზე ის ოჯახში და გაქრა საერთოდ ესე უშვილოთ და უძიროთ მარიამიც ასე უშვილძიროთ გარდაიცვალა და გადაიარა და თამარიც ასე შეაბერდა თავის ოჯახს სიბერემდე იქ ცხოვრობდა
ღრმა მოხუცებულობამდე არ ვიცი, მაგრამ იქნებოდა უკვე მაგასაკის აი რასაც ის ბიჭი მიყვება, რომ დედამ და მამამ რომ იქორწინესო, თამარიო კიდევ ცოცხალი იყო. ხო და მარიამი სულ ახალგაზრდა და სულ ისე გული მტკივა რომ ამ თამარობას კი ვიკრიბებით ხოლმე სკოლაში ვართ და აგვისტოს მარიამობას 28-ში არ დადეგები გვაქვს და ეს რაღაცნაირად ვერ ვახერხებთ და ისაც ყალის უდა ჩაგრული იყო ბოლომდე დაჩაგრულია. მაგრამ სანთელი საკმეველი არაკლია თქვენ ხომ გვესტუმრებით ხოლმე და ნახულობთ იქ ორჯერ ვიყავი ეს ჩემთვის მართალი გითხრათ ძალიან დიდი პატივია და ჩვენ ხომ მანამდეც გავაკეთეთ გადაცემა დაახლოებით ერთი წინახევრის უკან მართალი რო გითხრათ ჩემთვის საამაყო გადაცემა იმიტომ რომ მაშინ პირველად გაჟღერდა რომ შვილები ბაჟაფშაველას თამარი და მარიამის საერთოდ იყო მოდით ასე ვთქვათ მივიწყებული. დიახ, არ ცოტა არავინ ზოგი გაოცებული გვიყურებდა რაც გველაპარაკებაო. დიახ და უცებ მისი საფლავიც მოხდა მისი თქვენ მოიძიეთ და ეს ისეთი მოდით ასე ვთქვათ ისეთი სიმდიდრე გვაქვს ახლა ჩვენ რომ ყველა ქართველმა მივიდეს და ქედი მოიხაროს ამ ორი ქალბატონის წინაშე. ხო, ვაჟაფშაველას შვილების წინაშე. მე კიდევაც უთხარი ეხლა რო ვიყავი მაგრანეთში ჩამოსული რომ რესურს ცენტრის ვინც განაგებს რომ ბატონი ირაკლის ვიადაური იქნებ ვთქვი სკოლები სოფლები ხომ არიან და რომელიმე სკოლამ ერთმა სკოლამ მაინც აიღო შეფობა და რაღაცა თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ მოხდეს განაწილება სკოლების სოფლების მიხედვით და მივიდნენ ეს ბავშვები მანამდე პედაგოგმა იქნებ მოამზადოს რამე თუნდაც ლექსი, თუნდაც პოემი და რაღაცა პატარა მონაკვეთები და ეს ბავშვები ამას წაიკითხავენ, ეწოდინებათ ვაჟაფშაველას შვილების საფლავი. ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენ გენიოსზეა საუბარი, ხო ვაჟაფშაველა მე მიმაჩნია გენიოსად და მისი შვილები საფლავი თქვენ აღმოაჩინეთ საქართველოში აფერომ თქვენ ქალობას და თქვენს კოლექტივს რომელსაც მე ვიცნობ და ძალიან კარგი ქალბატონებია ეხლა მე რო ვიყავი ერთი კვირის უკან და როგორ ისინი ალაგებდნენ ამ მაინც ისიც ცოტა ორ თვეში სამ თვეში ერთხელ კი ადიხართ მაგრამ იქ ხედგას ძალიან ძველი ხო მინდიამას დარგო ხე ოღონდ მისი საფლავის უკან კი საფლავის უკან მაგრამ სწორედ ახლოს იქ არის დიდი ხე რომელიც ფოთლები ცვივა და ესე რომ ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ ქალბატონო ქეთება თქვენ და თქვენმა კოლექტივმა. მე ვისურვებდი ქალბატონო ნაძირო, როდესაც მაღალ კლასებშიც ვაჟას თემა აქვთ ყველა ფილოლოგმა რომ იქ მიიყვანოს. მე მახსოვს მე როდესაც დავით გარეჯის შესახებ დავიწყეთ სწავლა სკოლაში. მაშინ ჩვენმა პედაგოგმა წაგვიყვანა და გვაჩვენა ეს დავით გარეჯი რომ უფრო უკეთესად გწოდნო და რას სწავლობდი. სწავლობდით. ხო და აი სუმაგის ისურველი მაქვს რა როცა უფრო ეს რაღაცა მასალა გაქვს რომელსაც უფრო გაითავისებ უფრო თვალსაჩინოა უფრო რაღაცა ისეთია რომ მასწავლებელმა იქ წაიყვანოს და აი საფლავი აჩვენოს. მე რო არ მენახა ვაჟაფშაველა საფლავი პირადად ვერც წარმომედგინა შეიძლება სურათით მენახა და სულ მაგიტო ვეძებდი რომ მამისეული ქვამეპოვა ივრის ხეობაზე რომ გზავრობდი
სულ ქუჩას ვათვალიერებდი რომ აი ისეთი ქვა სადმე ყოფილიყო რომ ისეთი ქვა მქონოდა მამისეული და ზუსტად იმ ბეწუკლების ეზოში დიდი ლოდი დავინახე და კაცო ეს ნამდვილად შირიმის ქვა მეთქი ვიფიქრე მე ჩავედით და ვნახეთ და მადლობა მინდა გადაუხადო ბესოსა და სოსოს რომელიც ჩვენთან ერთად იდგნენ წარმომადგენლები არიან ზუსტად ისეთი თქვენ სწორად აღნიშნეთ ზუსტად ისეთი ქვა მინდია რომ ნახე გადაირია რომელიც ვაჟაფშაველას საფლავზეა თაწმინდაზე მსგავსება ძალიან და იქ ხავსებიც კი ამოვიდა მოვეფერე მართალი გითხრები ხავსებს მოვეფერე ვიცა დავყარეთ და ხავსები დაურგეთ იქ რომ ის მარადმწვანე ყოფილიყო და ის ყოფილიყო მამისეული და რა ვიცი ჩვენებურად ფული ჩვენებურად ვასვენებთ ჩვენი მთისარწივის სულს და რაც შეგვიძლია მე მინდა თქვენ უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ მე ერთმა პიროვნებამ რომელიც მევალება კიდევაც რომ ჩავიდებ თქვათ მაგრამ მე როგორ მე ვერ აღმოვაჩინე და არ დავინტერესდი მოდით ასე თქვა და ვერ დავინტერესდებოდი იმიტომ რომ მე ის რაიონი არ ვიცი თქვენ ეს ყოველივე მოაგვარე და მე საშუალება მაქვს რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდე და მივაგო პატივი გენიოსის შთამომავლებს რომელიც სამწუხაროდ შთამომავლობა არ დარჩათ და ეს არის უდიდესი ტრაგედია ქართველი ერისა რომ მაინც კი არის ლევანის შთამომავლობა კი არის აი მინდია და ის ლევანი რომ არის კიდევ შვილიშვილი მირეკავს ის ბატონი ყველა სასწაულს მილოცავს მართალი გითხრათ ხო და ესე ჩემთვის არის მართალი გითხრათ სიამაყე და ჩემ კვარტალს ყოველთვის ტრაბახობ ამით და მიამბობთ ჩვენ დღეს სად ვიმყოფებით და ვიცი საფლავზე ვართ მოგესალმებით ქალბატონო ნაზი დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამ ინიციატივისთვის რომ დღეს თქვენ ჩვენ და დიდი ყურადღება გამოხატეთ ჩვენთან ერთად აქ ბრძანდებით ჩვენ წელიწადში ორჯერ დავდივართ ხოლმე აქ თამარობას და პროექტის დღე რომელიც დღეც აი ყველა წლის თავზე დავდივართ ხოლმე მარიამობასაც ძალიან მინდა ხოლმე საწყალის ფური და ჩაგრულია მაგრამ მარიამობას ვერ ვიყრით ხოლმე თავს იმიტომ რომ არ დადეგები გვაქვს მაგრამ მაინც ყოველთვის მაგონდება და ყველა დიდი სლოთაში ვიხსენიებ ხოლმე ამ საწყლებს ჩვენ ვიყოფებით თიანეთის რაიონის მაგრანეთის სასაფლაოზე და ვიმყოფებით ვაჟაფშაველას ქალიშვილების თამარ და მარიამ რაზიკაშვილების საფლავზე სამწუხაროდ შთამომავალი არ დარჩა არც დიახ მე პირადად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ დაახლოებით 2-3 წელია რაც თქვენ აღმოაჩინეთ ეს საფლავი და მთელი საქართველოს სახელით მიგიხდით მადლობას რომ თქვენ მოიძიეთ საფლავი ამ ორი დიდებული ქალბატონის და ჩვენი გენიოსის ბატონი ვაჟაფშაველას შვილების საფლავი და უვლით თქვენ და თქვენი კოლექტივი თქვენ კოლექტივს ჩემგან დიდი მადლობა და პატივისცემა და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ რომ და გთხოვოთ რომ ჩამობრძანდეთ ჩემთან ტელევიზიაში და კიდევ ერთხელ მექნება თქვენთან დიდი ბედნიერება შეხვედრისა და მოგონებისა ამ არაჩვეულებრივი ქალბატონების შესახებ. მადლობა დიდი ქალბატონო. მინდა რომ აქვე ვისარგებლო და ჩემს კოლექტივს, ჩემს გოგოებს მადლობა გადაუხადო. წეღანაც გითხარით რომ ივრის ხეობაზე გაფანტული კოლექტივი ვართ. ადგილობრივი მხოლოდ ორია ბოჭორმის და ზოგი სიონში, ზოგი ორხევში, ზოგი ყუდროში. ხო და ის ვიყრით ხოლმე თავს რომ ერთი დაძახილი, რა ვიცი. ხო და ბედნიერი ვარ ამათთან. თქვენს კოლექტივს ჩემგან დიდი მადლობა გადაეცით და ცეცხლი თქვენს წინაშე რომ ასეთი მამულიშვილური გაიხარეთ. საქმე რო გააკეთეთ. გაიხარეთ. თქვენ რომ არა შეიძლება ვერ მოხდებოდ და მოძიება
ხო, ეს ძალიან დიდი ისტორიაა, ძალიან დიდი, საიდან როგორ რანაირად. ამას მე ტელევიზიაში მომიყვები. ხო, აქვე მინდა აღნიშნო კიდე ბატონი სოსოს და ბესოს დამსახურება. ეს რო ვანახე, ჩემი აზრი რო ორივეს უთხარი, მე მივედი თქვა ვნახეთ და როგორ მოიტანეს, როგორ ჩადეს არ ვიცი. აი მოვიდეთ. მოგზანდებიან. ამათი დიდი დამსახურებაა. აი ძალიან საყვარლები, ძალიან კარგები გვერდში გვიდგანან. აი ამ ეს პროცესია, იცით რა წვიმებმა გადაიარა მაგას თავზე, როცა ამ ქვას ამაგრებდნენ. ვიცი მაგით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეუბნებით. თქვენი დიდი შრომისა. გაიხარეთ. ეს შრომა შეხვედრამდე ჩემთან ტელევიზიაში. დიდი მადლობა, გაიხარეთ. უღრმესი მადლობა. ნახვამდის. ეს ყველაფერი გაკეთებულია ბოჭორნის სკოლის ქალბატონი მიხეილოვის ინიციატივით თავიდან ბოლომდე. ჩვენ მხოლოდ მადლობის სათხმელად ვართ ყოველთვის ვესწრებით ამ ორგანიზება ჩვენ მხარდაჭერაც აღგვიგონი. წარმატებული კიდევ ბევრი პროექტია, კიდევ ბევრი წარმატება. ძალიან მადლობა თქვენ მადლობა. ადამიანები მოიწვიეთ დღეს ჩვენთან, რადგან ამათ ძალიან დიდი ღვაწლი ჩადეს ამ საფლავის მოპირკეთებაში ჩვენთან ერთად იყვნენ. უბრალოდ ბესოს უთხარი, ბესომ სოსოს უთხრა, ქვა უკვე ნახული მქონდა, ორივენი მივიდნენ ჩვენთან ერთად ნახეთ და როგორ მოიტანეს, მე არ გამიგია როგორ ჩადეს. ესენი არიან ძალიან ძვირფასი ადამიანები, ამათ თავზე გადაიარა ის რომ გაუკეთეთ ქვას, მივამაგრეთ ეს დაწერა. წვიმა, იცით რამდენჯერ მოწვიმა ინგლისი და აქ იყვნენ ესენიც და კითხვის ბუნებას ტიროდა. ამათი გვერდზე დგომით არ ვიცი, ვერ გავაკეთებდი ნამდვილად. აი ერთი თქმა სახელით მეუხდი ამათ მადლობა. აი ერთი თქმა იყო და ეს ყველაფერი იდეალურად გააკეთეს და შრომას კიდე დაფასება ჭირდება. აუცილებლად. და მადლობა ძალიან დიდი ბიჭებო. სოფელშიც ესეთი კარგი ბიჭები არიან. თავიანთ სამსახურს პირნათლად ასრულებენ. მადლობა დიდი ბიჭებო. გაიხარეთ. დაგლოცოთ პასუხი. უძირფასესი პიროვნება, რა ვიცი, ღმერთისგან ბოძებული, რა ვიცი, სუყაგები არის. ძალიან კარგი. სუყალა. მადლობის მოკლე ანამდვილად რა გქნის ჩვენს რაიონში ესეთი პედაგოგის, დირექტორის მიერ აკეთებული და ნამდვილად აღმოჩენილი და შემდეგ ყველაფერი შექმნა და გააკეთა, რომელიც შთამომავლობას გადაეცემა და იმედი გვაქვს კიდე როგორც ამ სკოლამ, სხვა სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას ყველანაირ საქმიანობაში. რაც საჭიროა აუცილებელია. გეთახმებით და ძალიან კარგი ინიციატივა წამოჭერეთ ახლა და მადლობას გეუბნებით ამ სიტყვებისათვის და თუ სხვა სკოლები ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან კარგი და ძალიან ბევრი ბავშვები მოვლენ აქ წაიკითხავენ ლექსებს. ეს აუცილებელია ხო. წინაპართა პატივისცემა. რა თქმა უნდა, აუცილებელია და კიდევ დიდი მადლობა ქეთინოს და მის კოლექტივს და ასეთი დიახ და ის ბავშვებიც იქნებიან სულ მას რომ ჩვენ ვიცით ვაჟა-ფშაველას შვილების საფლავი. აი ესეც ეკნება სიამაყეთ მოდით ასე თქვა და ძალიან დიდი მადლობას გიგნებით თქვენს ქალბატონებს ეთევანთ და სურვილი გქონდეს ასეთი იყოს მშვიდობა რომ ჩვენ შევძლოთ ყოველ წელს ჩამობზანება მე პირადად დიდი სიყვარული და დიდი პატივისცემა მაქცევ თქვენდამი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვალ და გავაშუქებ ამ შესანიშნავი ორი ქალბატონის ცხოვრებას. მადლობა დიდი ქალბატონო. შეცვიხდი პირადად მე ამ ორი ადამიანის. შემდგომ ჩვენ რამე თუ დაგჭათ მესაუბრე და ეხლა მე მინდა რომ ჩემ ზვირფას მეგობარს ქალბატონ ლეილა არჩემაშვილს ვთხოვო რომ წაგვიკითხოს ძალიან არა საინტერესო მასალაა ძალიან და გთხოვ ჩემო ლეილა
შენ როგორც ფილოლოგი ხარ ძალიან მაძიებელი ადამიანი, ეძებ ყველაფერს, იცი ეს ყველაფერი და სხვათა შორის შენ მე მამდიდრებ. შენ ეს მიგზავნის მე მასალებს და მეც ვერ ყვევი ამ საკითხებში. წამიკითხე ჩემო ძირფასო. მივესალმები TV ქართულის მაყურებელს, თქვენი გადაცემის ძვირფას მაყურებელს, ქალბატონო ნაზი, დიდი სიამოვნებით და სანამ მე დავიწყებდე ჩემს სათქმელს ვიტყოდე, მე მინდა ქალბატონ ქეთევანს გადავუხადო უზარმაზარი მადლობა აი ამ ქართული პროექტისათვის, რასაც ქვია სამწლიანი პროექტისათვის, ვაჟა-ფშაველას ქალიშვილების, თამარისა და მარიამის საფლავების მოვლა და პატრონობა. წარმატებით დაასრულა პროექტი და ასევე წარმატებით აგრძელებს ამ საფლავების მოვლა პატრონობის საქმეს თავის ძვირფას პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად. მე მინდა ქალბატონ ნაზი თქვენ გადაგიხარდოთ საჯაროდ უზარმაზარი მადლობა, რომ დაინტერესებული ბრძანდებით ვაჟა-ფშაველას შვილების ცხოვრებით, გარდაცვლილი შვილების იმ ქვეყნიური და ამ ქვეყნიური ცხოვრებით, ისინი ამ ქვეყნადაც ცხოვრობენ, რადგან ისეთი პატრონები გამოუჩნდნენ, როგორც არის ბოჭორმის საჯარო სკოლის პედაგოგები, ხელმძღვანელი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრი თიანეთის მუნიციპალიტეტის, მისი ხელმძღვანელობა, მისი თანამშრომლები, თქვენ და TV ქართული, რომელიც დაინტერესებული ბრძანდებით აი ამ საქმით. ეს პატარა საქმე არ არის, ეს არის უზარმაზარი საქმე. დიდი მადლობა ქეთევანს, იმიტომ კიდევ რომ ის ქართულ სოფელში აცოცხლებს მცირე კონტინგენტიან ქართულ სკოლას. არავინ არ იცის, რომ ქართულ სოფელში ქართული სკოლის დახურვა იმ სკოლის სიკვდილიათ. ეს ძალიან ცოტა მიცის და ძალიან იოლად ეგუებიან და უყურებენ ამ საქმეს. ეს მე მაქვს გადავლილი ეს ყველაფერი გამოვიარე მე და ვიცი რა რთულია მცირე კონტინგენტიანი სკოლის შენახვა ბრძოლა იმისთვის რომ მან იცოცხლოს და სკოლის სიცოცხლე ნიშნავს იმ სოფლის სიცოცხლეს ჩვენთან 6 სკოლა დაიხურა და ნასოფლარებით გაივსო იქაურობა და ქალბატონი ქეთევანი დარაჯად დგა იმ სკოლის ბოჭორმის საჯარო სკოლის იმიტომ რომ იმ სოფელმა კიდე იცოცხლოს და ნასოფლარი არ დაერქვას. სულ რამდენი მოწაფეა? სამი ქალბატონო, რაც დავიწვით იმის მერე სამი დარჩა ოღონდ. შენობა დაეწვა. შენობა დაგვეწვა 2021-ში. და ეს პროექტი უკვე დაწყებული ქონდა და აი გაწამაციაში პატარა ბიჭუნები, რომელიც მე გადავიგე, უკვე რომე კლასელები არიან. მე-5, მე-4 და მე-8 კლასი. აი ხო ხედავ. და ეს სამი მოსწავლე ყავს. მართლა როგორი გირობა, რომ შეინარჩუნო სამი მოსწავლე სკოლაში და არც ერთ ღონისძიებას არ ვაკლდებით სასკოლო თუ რაიონული. ამ სამი მოსწავლით არსად. პატარები როგორ აქტიურობდნენ, როგორ დამამისდება ლექსებს რო წავიკითხეთ, პატარა ბიჭი იყო პირველი კლასელი მახსოვს. პირველი კლასელი იყო. შემოლილა აბა. მე ძალიან ვამაყობ ამ წიგნით, რომელსაც ქვია გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი, მამამა ღმერთს ჩამაყარა სახელი, რომელიც ჩაიწერა ქალბატონმა ეთერთათარაიძემ დაბეჭდა. პირველი გამოცემა 1991 წლისა და მეორე გამოცემა 3 წლის წინ დაიბეჭდა. ეს არის ძველი გამოცემა. გაცვეთილი წიგნი, რომელსაც იკითხულობენ ჩემი კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები, განძია. ახალი წიგნიც მაქვს ის ცოტა ძველი წიგნია, მაგრამ ეს მიყვარს, ეს პირველი სიყვარულია ეს წიგნი. და ყოველთვის როცა შევხვდები ქალბატონ ეთერთათარაიძეს, მადლობას ვეუბნებით თუ აი ამ წიგნისთვის, მე ამ წიგნით ვასწავლი სკოლაში ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას. აქ იმდენი რამეა, რომ სასკოლო გამოცემაში იქ არ არის იმდენი რამეა. აქ არის მოგონებანი გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი თავისი ოჯახის შესახებ, თავისი დების, თავისი ძმის შესახებ, საინტერესო და მეორე წიგნი კიდე, რა თქმა უნდა, ბევრი ამის შესახებ, მაგრამ არის კაი ყმა. აი ეს წიგნი არაჩვეულებრივი გამოცემა ვაჟა-ფშაველა თანამედროვეთა ხსოვნაში. ეს წიგნი შეადგინეს მარინე ბეჟიტაძემ და სარგის ცაიშვილმა. არაჩვეულებრივი გამოცემა აქ შეტანილია გულქან რაზიკაშვილის
მოგონება მამის შესახებ და თამარის მოგონება მამის შესახებ და თამარის გათხოვებაც როგორ გაათხოვეს ის ერწოში ამ წიგნში აქაც ბევრია მაგის კი და მაშინ რაკი დედმამის შვილებში თამარი უფროსი იყო ლევანის შემდეგ პირველი შვილი ლევანი მეორე დაიბადა ლევანი მეორე დაიბადა ჯერ თამარი დაიბადა ქალიშვილი დაიბადა კი ქალიშვილი დაიბადა და მეორე ლევანი და მე 7-8 წლის მე ეს ორი გოგონა ეყოლათ თამარი გულქანი ამბობს ეს წიგნი ფშაური დიალექტით არის დაწერილი და ხანდახან ფშაური დიალექტით წავიკითხავ იმიტომ რომ მოუხდება ქალბატონებაში ამას დიახ როგორ წერია მართლა ძალით გაათხოვეს თამარი ბეჩავი ჩემი და ამბობს ბებო გულქანი სად თამარი და სადის არც არაში არ ჰქონდა შნო უგონთ ჩაიჯუმჯუმებდა წერელჩვილი სიძეზე კი ამბობს ხარბი დიდარი აი ჩვენ ბალღები ვიყვენით ერთხელ არ მახსოვს კამფეტი მოეტანოს ჩვენ სიძეს ჩვენ და არა არ მოუტანია თამარი თავად ამბობს მოგონებაში როცა წამოვიზარდე მამამ გამათხოვა ჩემი მამა მთილი ბეწუკლიშვილი შეძლებული ოჯახის პატრონი იყო მაგრამ სიმდიდრე მესრულებით არ მიზიდავდა ისევ ჩარგალი მეძახდა ჩვენი ღარიბი ქოხი მამის სახლი და მამის კერა ჩარგლიდან მაყრიონი გამომყვა ჩემი ძმა ბიძაშვილები მეზობლის ახალგაზრდობა მამა და ბიძები კარგი ქორწილი გადაიხადეს ბოლოს ყველა დამემშვიდობა გული მწყდებოდა ჩემები რომ ტოვებდნენ ბიძა ჩემს ბაჩანას ძალიან უყვარდი გადამეხვიდნენ გადამკოცნეს ცხენებზე რომ შესხდნენ ბაჩანამ ასეთი ლექსით მომმართა თრთვილმა დააზრო ყვავილი ყინვამ დათოვა მთებია ჩვენ კი მივდივართ თამარო შენ კი ერწოს აღრჩებია ნუ დაგვივიწყებ გენაცვლე თუ გიყვარს მამაძმებია შენ მამაძმებია ხო ასე ახლა თქვენ ძალიან კარგად იცით ლიტერატურებმაც იციან როგორ გარდაიცვალა მარიამი როგორ გარდაიცვალა გულქანი როგორი ობლობით მწარე ცხოვრება განვლეს ისინი პატარები დაობლდნენ ეს იცით უკვე მე ამას აღარ მეურებ და ქალბატონი ერთ-ერთად არაიძეს წიგნით ვისარგებლებ და წავიკითხავ მარიამის გარდაცვალებას როგორ გარდაიცვალა მარიამსა ჩემ დასა იმას არა გაუხარნია არა აბაბაბა აი ეხლა თამარი დაფასებულია ჩემი უფროსი და მარიამს არც არა მამისა გაუგავ არც არა დედისა დასთან იყო თამართანა იქით ვიღაცა ობოლმა ბიჭმა გაიტაცა არა გაუხარნია არა არ ვიცი 2 წელს იყო იმის ცოლი ისე უყვარდათ ერთმანეთი რომ გიორგი ექვივნა ბეყოშვილი იყო ფშაველი ერთწოელი არც შვილი დარჩა მარიამსა ორსული დაიღუპა თივა რაღაცა მოქონებია კამეჩებიდან კოლექტივის თვითა საკუდური ეჭირა რომ თივა არ გადმოვარდესო თუ წინეთ გახარებსა და დამთხვალან ეხარები და ღობისთვის მიუწყვეტებავ ბეჩავი არც მარიამის დამარხვაზე ვყოფილვარ საფლავი არ ვიცი არც თამარისი და არც მარიამისი კაცო ვერ ვიტან მაგამბავს უცებ რაღაც მამდის ექიმა მითხრა რომ ვინმე ჩხუბობდეს ყურებში თითი გაიკეთე და ისე გაიარეო გულქანიც პატარა მარი 1902 წელს გარდაიცვალა კეკე ჟაბშაველას ცოლი მარიამი დარჩა 2 წლის გულქანი დარჩა 3 წლის ობლები და 3-4 წლის გულქანი და ასე ძროხებში წყემსობაში ერთი ხელის გულისოდენა პურას რომ ჩაუდებდა დედინაცვალი და გაგზავნიდა აი ისე გაატარეს ცხოვრება და გათხოვდა მე გულქანი მაგრამ მასაც ბავშვი დაეღუპა ეხლა ამას წავიკითხავ როგორ დაეღუპა და როგორ დარჩა ისეთი უიღბლო გულქანი შვილის გარეშე ძროხები სუიქ დამიდიოდა სასაფლაოსა
ერთხელ აუცება თვალი ვკიდე საფლავის ქვასა კეკეო და ჩამეხოცა მუხლები ჩავიკეცე იმ ქვაზე და ჩავქვითინე დედასა მიტირნია სხვა დროსაც ბევრჯელა იმ ქვის სიახლოვესა ახლოს კი აღარ გავკარები ვარ შორიდან ვეუბნებოდი დედასა ჩემ სევდაწუხილსა და ბეჩაობასა მიტირნია ჩემი ბალღიც მანდარი და მარხული იმედაი მერე გიორგისაც ვეძახდი გიორგი იმაზე დავარქვი რომ წმინდა გიორგი მესიზმრა სანამ მეყოლებოდა ხო იცი წმინდა გიორგის სურათი ვეშაპს პირში შუბს რო უშჯობს ის მესიზმრა აი როგორა მე და უგემური ჩემი ქმარი გამოცვლილი სახელი ერქვა უგემური ქმარს ხომს მივდივარ თვითომა შემოbrუნდა უგემური და ეაღვირი როგორ გიჭერაო შემოვაბრუნე ცხენი ცისა კავხედე და ვხედავ მოფრინავს ამხედრებული წმინდა გიორგი და მოჰკეთს იმის ცხენი ოთხთავ ფეხსა ჩამოდგა ჩვენ წინა ცხენი და რასაც გეხართო შემოვკითხა მიდი ბიჭო დადე გზაზე და უგემურსა მიიღევ ქალო შენაცაო გავემართენით კია და მოსახვევის ბოლოზე მამწია ცხენი წმინდა გიორგიმა ოქროს ბეჭედი ეკეთა ცერათით ზედა ის გამოიძრო და მე გამიკეთაი ბეჭედი მეყოლა ბიჭი და დავარქვი იმისი სახელი მე კიდე მეწყინა ოქროს ბეჭედი რო ხელზე გამიკეთა ეხლა ეგ გადამეკიდებაო დავღონდი მიმსახურებს აღარ ვიცოდი რა მექნა როცა ბედია რა კაცსა ჭკვაცი ისა აქვს და სიზმარშიცა და საცხადაცდა კითხავ მომითხრა იბალღი ისეთი გაგეზრდებოდა რომ იმ სოფელს საცა იქნებოდა ცისნამით არ დაეცემოდაო ბეჭვიც არ გამოსულებოდაო პავლე ღვრელი ყოფილა ნაწილიანი პავლეს ნაწილი პარკში შაკერებული გულქანს ქონია ის შეუნახა სიცოცხლის ბოლომდე პავლესა ეგ ჩამამავლობაში ჩამოდის არ იკარგება რაღა მეყოლა ნაწილიანი შვილი ჩემდას მაინც აყოლოდა თამარსა გაზდი და ეყოლებოდა აბა მე რა უნდა მწოდნოდა თიულას ხელშია გამომეცალა ბალღი ხელიდანა უშეშ უცეცხლობითა წაվել შეშაზე ბავშვი დავტოვე აქ ვიყავი ქვრიდან გამწყრალი ერთი თვეღა მეკლდა კალო გვეყარა იდედა კაცი ჩემი დედინაცვალი კალოში იყო ხოვს ანიავებდა დედა შეშა არ აქონდა ესენი ხოსულ უშეშ უცეცხლოები იყვნენ მე კიდევა დავაძინე ბალღი ავიღე საბელი და წაվել შეშაზე ჭალაზე ეჰე მერე დამეგვიანა იქა მოვედა ბალხსა ხმა აღარა კნავის რა ვიცი თურმე ნაწილიანს ეტანება სატანა ამ ბალხში ასცივდებოდაო გადაღვივლული გადმოღვივლული იყო გულზე და გავათბე წყალი გავაბანე აღარა ჭამს ბალღი აღარა სწოვს ზუძუსა ჩავიწვინე მოწოვა კაცო სწოვს ბალღი გათენებულია გეყოფა წიწილო გეყოფაო მე ვეუბნებ გამიჭირაც ღრძილები მატკინა თურმე უკვე გდება ცეცხლი დავანთე და ჩავისვი კალთაში იდედა კაცი კალოზევე წავიდა და ასლოკინებს უცბად დოჯურა ანთამარი შემოვიდა იდედა კაცა ბალღები ეხოცებოდა ვაიმე მითხრა მოგიკვდეს ჩემ თავიო ებალღი შენ სარგო აღარ არისო გადავხადე გადაფარებული მეწვა დამკაცრებებულია ბალღი დამჯუღვილი ხელები გულზე უწყია დავკლიე და აღარ არის ცოცხალი ისე ყისმათიანი და დავლათიანი შვილი დავკარგე რომ მოვკვდები ეგ ამწყურიან რომ ჩემ გვერდით იყოსი ბალღი დახატული არავინ მომიყვანა მხატვარი რომ მოვრიგებული ყავდა გამეკეთებინა ეგეთი სურათი მე და ჩემი შვილი გვერდის გვერდა მეორე შვილის ბედიც არ მექნა მუცელი გამიცუდდა ბიჭზე და გამწარებული ვიყავ ავშურდი ქმარსა რატო იმდენი არ ესმის ვიზზე მცვლის რაზე მცვლისო რითია ჩემზე მეტიო მე თუ მაგის მეტი ნდობა არავის აღარა მაქვს წავალ მოვშორდებიო მოვშორდი კიდევაც სამუდამოთა ასე დარჩა გულქანიც შვილის გარეშე უიღბლო სამივე გოგონები სამივე რაც შეეხება დედინაცვალი დედინაცვალი თვალშინაცარი კი ხელის გულის ოდენაპურას ჩამიდებდა და იმაზე უნდა დამეღამებინა ძროხებში მეტი გზა არ მქონდა თავისუფლად მეპურს ვერ გამოვიღებდი ნედა რაღა ჭირი გვასუქებდა დედმამიანები ჩხიკვებივით იყვნენ და ჩვენობლები თითო ლუკმაზე თხანთ ქალით დავდიოდით ალბათ ჯანსაღები ვიყავით შიმშილს არ დავეხოცეთ და ხელის გულის ოდენაპურიც მადლი იყო ჩვენზე და სკივში ქონდის დედაკაცა ჩაკეტილი ხორაგი კლიტე ედვისი სკივსა კლიტე ეგეთი დღე აროდის მახსოვს ლუკმაპური რო გაგწყდომოდეს ხო იცი ბალღებსა თავის ნებაზე არავინ გვაჭმევდა უფრთხილდებოდნენ თუ წისქვილებს დაყინავდა მაშინ კიდევ კარტოფილს მოვხარშავდით ტყავში ვერ ვეტევოდით ცოდვა ცოტად თუ ბევრად დაგზარდა დედინაცვალმა არ დაგვამახინჯა არ დაგვაავადა ის ბევრის ჭამა რაღა ჭირს მოგმატებდა ჩემ დედინაცვალს ვერ გადავაგდებ ვერ
მაინც როგორი მადლიერია დედინაცვლის რომელმაც მისი ძმა ლევანი ლევანის მანგატერა კი ბალღობასა ლევანი ერთი კარგად ამტყებდა მე უმანკო და უჭუჭყო ბეჩავი ისა თურმე მაიწერა ლევანმა რომ ემკვირია მოვალო და დაღუპვის ამბალი მოსულოდა რო დახვრიტეს განა დაასამარეს ვის გააგებინეს სად დახვრიტეს რა ჩაადინეს რა მაადინეს ვაიმე ცხენით წამაიყვანეს თიანეთიდანა რა რიგეს წებოდა იმისი ბეჭები ცხენზე და ვაი შენ დასა და მიწარი მე თიანეთში ვნახე ცხენზე შეესვა გამოვაყოლეთ თვალები და ჩვენ იმას რა მოგვაგონებდა რომ უკანასკნელად ვხედავდით ვაი რამდენი ძნელი მეერგება ადამიანსა გამოგხედა არა გვითხრა არაფერი არა ჰქონდა დაკითხვა არა ეგრე გამოიყვანეს და მოკლეს ნადირივითა არ იფიქრეს რომ ემ კაცის შვილია და ვკითხოთ მტყუანია თუ მართალიო და დაიგმინებდა გადაბრუნდებოდა მამაით საფლავშია ერთხელ მკვდარი კვლავ მოკვდებოდა ვაი შენ დასა და მიწაი ლევანო მიწაი ანგელოზი იყო ანგელოზი ლევანი პირკბილი ჰქონდა ისეთი რომ თვალს ვერ მოწყვეტდი არა ყვანდა კაცი ქრისტიანი გვერდს მყოფელი და გადამრჩენელი ნუ გაიხარონ დაღუპეს ლევანი დარჩა წყვილშვილი არც ერთ ქვეყანას არ ახავო იციან ეგეთი ბუნების მგოსანიო ხოდა ერთი ვაჟიშვილი ყვანდა და ისიც თავის ქვეყანა მოუკლა ვაჟასა ისიც ქართველებმა კარში ძლივას გავცოცდები თორე ლევანის ამბავს ეგრე არ გავწირავდი არა სამწუხაროა ხომ ხუთი წუთი ჩვენ და გავუშვათ შემდგომ ვიდეოები და მოკლე ინფორმაცია ლილა მოკლე ინფორმაცია და კაბატონო კეთება თქვენ მოკლე და ერთ სხვა წავიკითხავ კაბატონო ნაზიდამ ილიას თუ უთქვამს მამასა გულქანს უყვარს ჩემშვილსაო ძროხას აქონიო დედინაცვალი მაინც დედინაცვალია აიშურებს რომ გაიგოსო და ეთერიანი ჩემშვილზე მაქვს დაწერილიო განმარტოებით არის ჩემზე დაწერილი განმარტოებით სილამაზეც თუ მქონდა ალბათ რაღაცა და იმან სულ ისე გამაიყვანა რომ მაგრამ იმასაც მიხვდა რომ ბედი არ მექნებოდა კაცები რო დავენახა ისე მეჯავრებოდნენ და მაშინებდნენ კლდერო ყოფილიყო მაინც გავივლიდი და გზას აუქცევდი ბუები არა წაგიკითხავა ეთერო ეთერთათერაიძეს მიმართავს ეგეც თავის ობლებზე აქვს დაწერილი ბეჩავ მამასა ვერ მოხელეო რამდენჯერ ვეძახდით ობოლოხრები ერთმანეთსა დაკარგულ საქონზე და შავშუა ღამესა თამარიამი მაგრანეთში გულქანი ჩარგალში მამა ლევანი უფალმა მოკითხოს მათ ვინც დაღუპა ლევანი და ვაჟა მაინც დიდია და გენიოსია დიახ როგორი პეტი დაურჩათ მაინც შვილებს რომ ესეთი მინორულ ნოტაზე არ დავამთავროთ ერთი პატარა სახუმაროა და წავიკითხავ ქალბატონას ვულკანი ყובה ხო სამწუთი ჩავეტევი არ ვერ მოვასწრებ ეხლა მე მინდა რომ თქვენ მოკლე რეზუმე გავაკეთოთ ქალბატონო კეთება თქვენი კოლეგების შესახებ რა გეგმები გაქვთ თუ გაქვთ გეგმები თორე და რას აპირებთ მომავალში კიდევ რას ვაპირებთ და ყოველთვის წელიწადში ორჯერ გადიხართ და უვლით საფლავს და თუ კი იქნება ის მონაკვეთი რომ სკოლები კიდევ თქვენ მაგალითს აიღებენ და მოვლენ პირადად მე ვიქნები ბედნიერი მაგალითად საბოლოო სიტყვა თქვენ დიახ პროექტი რომ მოვრჩით მალევე დავიწყეთ ჟალეთის მოძიება ძველი და ახალი ჟალეთი არის ხო მითხარით თქვენ მაგის სადაც წმინდა ნინო მიქადაგა და მერე წავიდა კუხეთს და ჩვენი წმინდა ნინოს ნატერფალები ძველიც და ახალიც ბევრჯერ მოვინახულეთ და სანამდე ვიპოვიდით ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა რაღაცა ისი არის გადასახვევი რომ ვეძებეთ მაგრამ ვერ ვიპოვეთ რამოდენიმეჯერ და მე როგორც იქნა მივაგენით შემთხვევით ჯგუფი გაიშალა ეს ჩემი წინვალე კოლექტივი ტერიტორიაზე და ვინც მიაგნებდა ზოგი ზღვის პირზე ჩავიდა ზოგი ტყეს შეერია და თურმე ყოფილა იქვე და ჩვენ დღეში თურმე რამოდენიმე ადამიანიც აღმოჩნდა რამოდენიმეჯერ და მაშინ გადავწყვიტეთ რომ
გაგვეკეთებინა ბანერი მინიშნებებით. გადავიღეთ სურათები, გვინდოდა რომ ეს მდინარე ივრის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს ახალი ჟალეთი და მარცხენა მხარეზე არის ძველი. ისიც ძალიან ლამაზი და ძალიან საინტერესოა, უკვე დანგრევის პირზეა, ისიც ვნახეთ. ესეც ჩასმულია მხარეთშუებში, მაგრამ ესეა მიტოვებული. ამის შესახებ ჩვენ მერსაც გავესაუბრე, დრონი ვიშოვეთ, გადავიღეთ, ყველა სურათი მზად გვაქვს, მაგრამ ბატონმა ლევანიმ ბრძანა, რომ უფრო მეტად გრანდიოზულად უნდა გააკეთოს გზაც კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, იქ მანქანების გასაჩერებელი ადგილი და დიდი სიხარულით შეხვდა და გითხრა, რომ თუ კი რამე დაგჭირდებათ, ჩემიდან არ არის პრობლემა, გააკეთეთ, გვერდზე დაგიდგებით და მეც ვაპირებ ამის გაკეთებას და ლევანზე წინ ხო აღარ წავიდოდით და ბატონი ლევანი დაგვპირდა და ჩვენ ძალიან ერთნაირად ძალიან კარგი. ერთობლივად თუ გაკეთდება, ძალიან კარგია. მთავარია რომ ყოველ შემთხვევაში თქვენ უბიძგეთ. თქვენ მიეცით მოდით. არა, გეგმაში მქონდა მეეცა. ახლა მაგი კიდევ ქალბატონ ნაზი ვისარგებლებ შემთხვევით და ადრეც მე თქვენ გითხარით რომ მადლობა მინდა ქალბატონ ლეილას გადაუხადო. აი ჩვენი წარმოჩენისთვის ჩვენ ამას ჩვენ თვითონ ვაკეთებდით. ჩვენ არასდროს არ გქონია ის ამბიცია რომ აი რაღაცით წარმოვჩინდებოდით და ეს გაიგო ქალბატონმა ლეილამ და ჩვენი ურთიერთობა მას მერე შედგა და მის მერე მოდის და ქალბატონი ლეილა მეთქი ჩვენი ხიდი მე და თქვენ შორის. და დიდი მადლობა ლეილა, უღრმესი მადლობა. მეც მადლობას გიხდით ჩამობძანდით და ატივი მივაგეთ ამ ორ ძვირფას ქალბატონებს, რომელიც განისვენებენ სოფელ მაგრანეთში. თქვენ კი გისურვებთ მომავალი პროექტები, შემჩემო ძვირფასო ლეილა, მართლაც ხიდი ხარ ჩვენ შორის, ქალბატონ კეთილას შორის და ჩემ შორის და ყოველთვის ახალ იდეებს, ახალ წიგნებს მაცნობ და მიგზავნი და მადლობა ამისათვის. ჩემ ძვირფას მაყურებელს დამემშვიდობები და მადლობას მოსმენისათვის. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.